აი აგვინა ბავშვებო ჩაჭიქით რა გოთხი არა უშავს ბავშვო მე ჩავშდები ახლა ბიჭებთან არა ბიჭებთან ერთად ჩაჭიქით მოდით რა პრობლემაა არ დაიშალოთ არა ერთი წამთან რა თქვია ჩხარა არ გამოდის აბა შეიძლება ჩემი გული ტექნიკა რომელიც დაინიშნა და მიხარია რომ სიძეც მოვა რიგით მეორე ქართველების სპორტსმენი ქართველების მოქმედი და არამოქმედი არარსებობის სპორტსმენების შეკრება არის art house. ტრადიცია ახლაც არ დავარღვიო და ყველა ჩემი საღამო იწყება ხარი აპლოდისმენტებით და აპლოდისმენტებით თქვენ როგორი აპლოდისმენტი იქნება ისეთი საღამო ჩატარდება 3-2-1 ჩვენ ვყოფებით art house-ში რომელიც სულ ახლახან გაიხსნა მხატვრის სახლი წარმოადგენს 4 წლის ნამუშევარს და თხოვ მის ძალიან დიდი მადლობა რომ არა ის მე ასე მხატვრებგაშვილი არ ვიდგებოდი და არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად უღრმეს მადლობას სარფრით. ნინა ჯანგველაძე თქვენს წინაშე. მოგესალმებით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ამ სივრცეში ყოფნა, სადაც უამრავი ადამიანია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელით ბევრი გამარჯვება იზეიმა, მოკლედ და ჩვენც ვიზეიმეთ თქვენთან ერთად. ლელას მადლობა ასეთი საღამოების ორგანიზირებისთვის და არ ვიცი, ჩემი აზრით ლელა ნინო არის ჩვენი დიასპორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარგალიტი. იმიტომ რომ ლელას წყალობით ძალიან ბევრი კარგი იდეა განხორციელებულა. იდეები ბევრს გვაქვს, მაგრამ აი განხორციელებაზე არის უკვე ვალაპარაკი, რომ ლელა არის ის ადამიანი, რომელიც აი ესეთ ლამაზ იდეებს ხორცს და სულს ასხამს, მოკლედ. მე კიდევ მადლობელი ვარ მოწვევისთვის ლელა. და არ ვიცი, ჩემი აზრით დღევანდელ რეალობაში როცა ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა რუკაზე, ყველა სპორტსმენი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, ჩვენი ელჩია. მე ასე მგონია და ასე მინაჩნია. ლელა ჩვენი პატარა დიდი გამარჯვებებით არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენად მასშტაბური გამარჯვება, ერთიანად ყველა ქართველის პატარ-პატარა გამარჯვებას და თითოეული მარგალიტის გამარჯვებას და უკვე გაბრიალებას და მოპირკეთებას უკვე ძალიან ლამაზ და ბრწყინვალე სამკაუა დაისხმება და ზუსტად ეს გააბრწყინებს ჩვენ ქვეყანას ერთ დღეს და მე ამის იმედი მაქვს ნამდვილად. მადლობა. ბრავო.
მაშინ ჩვენი სამშობლოს ჰიმნი უპირველეს სოფლიო ჩემპიონი. Bravo. თუ შეიძლება ბლიც ინტერვიუზე თუ არ გვეტყვით უყურს. დაგზავნით ბლიც ინტერვიუ. ეს არის არა, ყველაფერი დაგზავნით, მოიხსენეთ ყველაფერი. ერთი რაღაც უნდა შევასრულო. აი ეს მაგიტო ხო აი მაგიტო დგას აქ ნინას. თუ შეიძლება მაშინ თქვენი ტიტული თქვენ თვითონვე რომ წარადგინოთ რომ რამე შეცდომა არ თქვენიშოთ. სოფლიო თასის გათამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი. ეს ლეკარები მეგონი თალგვერდზე არ დაეტეოდა და ძალიან მაგარია. ძალიან დიდი პატივია. ალექს უშნაობა როდის იყო თქვენ ეს ცხოვრებაში გავხსნილი და ეს თქვენ ბიოგრაფიაში წერია ასე რომ ალექს უშნაობა როდის იყო. როგორ დაიწყო თქვენი მოღვაწეობა ამ სფეროში? როგორ დაინტერესეთ აკრობატიკით? აკრობატიკამდე ბევრი სპორტის სახეობა გამოვიდა. ჭიდაობაზე და კალათბურთზე. აკრობატიკაზე სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. როგორ შემთხვევით? შეიძლება რომ დაიჭიროთ მიკროფონი და მოყვოთ ბავშვობიდან დღემდე. თუ ხო აი ბავშვობიდან აი თქვენი ისტორია რომ მშობლებისთვის საინტერესო იყოს. ორი სიტყვით. არა, საინტერესო. თუ შეიძლება რომ მოусმინოთ თან გადაღებისთვის, ახლოს მიიტანეთ მიკროფონი. იმ დღეს როცა წვნელი იყო სკოლაში მოსული, მე არ ვიყავი, გავასწრე, რატომ არ მახსოვს. მაგრამ მეორე დღეს ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან და დღეს აკრობატიკაზე მივდივარ სავარჯიშოდ, ბავშვები აუჩევია. აკრობატიკა რა არის? სხვა სპორტის სახეებს ვიცოდი, მაგრამ აკრობატიკა არ ვიცოდი. და ესე აღმოჩნდა. ჯერ ჩემ საფეხბურთო სკოლაში პირველი წელი და მე ყველაზე დიდი ბაზა თბილისში ეს იყო არსენალზე, არმიის სპორტული კლუბის ეს იყო ბაზა და იქ გავძილდა თითქმის ბოლო. რამდენი წელი იყავით? მე ვიყავი 9 წელი. სხვა წლიდან დაიწყეთ და უკაცრავად ძალიან დიდი ბოდიში ხარისხი რო იყოს ბოდიში გამორთეთ რა ლაივი არ მიდე. ხო, ეხლა სხვანაირი ის მაქვს რა ქვია სიტუაცია. ეხლა სულ სხვადასხვა შეკითხვას დავსვამდი მე პირადად. უკაცრავად და შუაში რო შუაში რო დავშტე მე მგონი უფრო კარგი. აი ესეც წიგან. აჰა. კუჩია მოედანი აბა გავახსნა. კამერაზე. ჩვენთან გადაცემას მიღებთ და პაუზები გვაპატიოთ. ბატონო თეიმურაზ, პირველ რიგში თქვენს მე მგონი პირველი შეკითხვა ყოველთვის თითქმის იგივე იქნება, იმიტომ რომ მინდა რომ პირადად გაგვაცნოთ თქვენი თავი, თქვენი ლეგალი აირჩიეთ ეს სფერო, სადაც ახლა მოღვაწეობთ. რამაც მე როგორ თქვენი ჩემპიონობა, განაპირობა და ასეთი პრეზიდენტობა, მოკლედ ამ ხელო ფედერაციის ბოლო ჭიდაობით საკმაოდ ცნობილები ვართ ჩვენ ქართველები და ცალად რო გითხრათ უფრო თქვენს შესახებ. გამარჯობათ. მე ჩამოვედი შეერთებულ შტატებში 2003 წელს. მოусმინოთ თუ შეიძლება ერთი წუთით შეჩუმე. ერთი წუთით გაწყდე. როიაროს ქალე მარში ეხათროს და დადეს ჩემს იმას დებენ ვარჯიშებს. და ერთიც ნახოთ გერმანიდან მეხმიანებიან რომ როდის გაქოჩხუბიო შენი ფანი ვარ უნდა ჩამოვიდე და იმის მერე არც ერთ მაგას მიხარ. აი ესე დიარია ეს ჩვენი სპორტსმენი. დავსახურებული ჯილდო. ასევე
ჩვენი არაჩვეულებრივი ჭიდაობის საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტი 4 მოჭიდავესთან ერთად მოვიდა, მაგრამ თქვენ ცალკე გამოცდები უნდა ჩააბაროთ აქ. ასე რომ დაგველოდეთ. აპლოდისმენტები კიდევ ერთხელ ჩვენს არაჩვეულებრივ სპარტულ წყვილს. ბრავო. ხურვანეთ. ბრავო. და უყურეთ ოლიმპიური ჯიუჯიტსუ არის სპორტის გაერთიანება ორთაბრძოლაში, რაც შემოჭვა ჭიდაობა ქვია, ყველა ჭიდაობის ერთობა არის. ბერბაზას ის უკვე გამოცდა 20 წლებს და მოვიდა აქტიურ დარბაზში, სადაც 60-ზე მეტი აღსაზრდელი უკვე ჯანსაღი ცხოვრების წესი. Месяц виза. Браво! Браво! სამთავრობო კარიერაში ვისურვებ უამრავ წარმატებას, ბევრი შარაბა
Swale,
არ ვიცი, ძალიან შთამბეჭდავი ვიდეო იყო და ბრავო მთელს პროდაქშენის, ასე ვთქვათ, ავტორებს და მონაწილეებს ასეთი კარგი. დაკუზე გამომაყარე მაქშენი ბადის ყაყაჩო მაქშენი ბადის ყაყაჩო მაქშენი ბადის ყაყაჩო She does all the how you take me on the show. The problem is when you gonna drink, you do not remember where you've been or you do. უსმას ალბათ დაბრალდება ფერთა ღალატი. რა გოგოები გაგიცულიათ ძმაო არახში. ერთი მათგანი თქვენ რომ დაგრჩათ დაუხატავი ამორძალებით დააბიჯებს ახლა ქალაქში. ის დანახვაზე გაგონდება ამორძალები ჰარამხანები ლამაზ ქალთა ძველი სპარსეთი. შენ ლამაზი ხარ მეც სპარსეთი შაჰი საცოლე. დედა მოგეკოდეს და არ მაგოცე. მიგელანჯელოს ცოდვა აწევს ცინამოდით. მიგელანჯელოს მოსახდენი დარჩებოდეს. როცა ჩვენ ვართ ქვეყანაზე ჩვენ ვართ როცა ჯოგონდას ძექრა მასაგონებლად დაგვირჩება წარსული შამი ბედნიერია ვინც ამწამებს გაუფრთხილდება მოეთერება ლამაზთერებს არ გაახამებს ცხოვრების წამი ლამაზდება ბედნიერდება ადამიანის უმანკოსოს თუნც გაახარებს მაგრამ უკვდავი არაფერი არის ამ ქვეყნად ოდესღაც წავა მიგატოვებს დაგტოვებს მარტო დაუძებდება ისე როგორც ხმელი ფოთოლი ამიტომ მაწევს მოეთერეთ გაფრთხილებთ კარგად ლექსიც კი ვიფიქრე 64 ჩიტი ხარ მე კი ვარ დემონი ზეცის მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და შენ ფიქი შერჩენილი ხელში ერთხელ მოგიწვენი მცურვარე კოცნა და ლამის ჩავი ფერფლე ცეცხლში არ შენიყავი ჩიტო ყინულის ნატეხი და ლამის შემომადანი ხელში სიყვარულს გავუმარ აბა გაუმარჯო აბა შეხვიდე აბა შეხვიდე ალიბო ასე შეიძლება მოდი გახსო მე კიდევ ერთხელ мама პაპურად ესეთ ლამაზი ლექსით სულ სადღეძელოს შევსვა ნეფისა დედოფლისა სვავ სადღეძელოს მე თქვენსაც გულში ჩამწდომი ხალისი წაოდეს თქვენი ცხოვრება როგორც თვეებში მაისი გისურვებ დიდხან სიცოცხლე სანამ დიოდეს რიონი სანამ არ დაინგრეოდეს ჩვენი მთა კავკასიონი დედოფალო შენ გისურვებ ყოფილიყავ სასახელო რომ შენ სახელს ატარებდეს ეს პატარა საქართველო და ნეფებში შენ გისურვებ აქ სრულებოდეს იდეა ცხოვრების გზაზე გაგებლოთ არ ჩაგტეხოდეს ხიდია გამოგეზარდოთ მტრის მახე ჩვილი და შვილები ნესთან დარეჯან დილათი არიელ ავთან დილები გაგიმარჯოთ ყოილებო კარგი ბედი გქონებოდეთ გაისანდროს გენაცვალეთ ყუფ ხალვაში ყოლებოდეთ Translate please translate давай Georgia Ukrainian კი გადავწერეთ სასწაულია აი მამას სასწაული და გუნდს გაუღარდა კაი ხარ მოვიცა ცხოვრება კაი ხარ სიკეთეს პარლობა და ეს კარგა საუბარი ძალიან დიდი იმასი Ia buona di Dario, io scendo
სხვა ტურნირების გამარჯვებული. ასევე მიდგას ლუკა კარტოზია, ცნობილი მამიშვილი, ანალოგიურად მრავალ ტურნირის გამარჯვებული. ასევე კაპიტანი, გუნდის კაპიტანი ზურა დოლიძე და მისი მარცხენა მარჯვენა ჩვენი ჯულაყიძე. მეგობრებო, ამიჭებზე ეს 4-ეული არის უნიკალური 4-ეული ჩვენს დარბაზში, გუნდში. Bravo, bravo. ძალიან მიყვარს და ესენი არიან იმ პატარა თაობების, ამათ ესენი არიან პროსები და ამათთან ერთად ვარდიშობთ უმცროსები, რომლებიც ეს ბიჭები არიან იმ ბავშვების მაგალითები და ესენი არიან იმდენად ხვდებიან ამ თაობის მოვალეობას იმ დარბაზში იმ ბავშვებთან, რომ მალე მოდიან რომ იმ ბავშვებს დაეხმარებიან. და აი ამას ხედავ და ამ მატჩში ვაფასებ იმ თავის თვითონაც შრომობენ და იმ ბავშვებს მისთვისაც შრომობენ როგორ თუნი ხომ და ერთი დღე 10 თუქსში მე მისმენდა რომ დახმარების ხელს უწყდიან იმ ბავშვებს. დიდი მადლობა ბიჭებო ამისთვის და მინდა რომ გისურვო წარმატება. ეხლა თუ ამ ბიჭებს აქვთ შეჯიბრი, ამ შეჯიბრისთვის მინდა რომ საუკეთესო გისურვოთ ამ შეჯიბრზე, გამარჯვება გისურვოთ და თქვენ გაქვთ გამარჯვებები აქამდეც და მინდა რომ ეს ერთი გამარჯვება მილიონად იქცეს. წარმატებას გისურვოთ და სუწარმატებული იყოს თქვენი ცხოვრება, თქვენი სპორტული კარიერა. კარგად ხარჯავთ. დღეში უნდა ჩაგაგდოთ. თავარ ჩემპიონატი აქ უნდა მოიგოს, თორე ამ თავზე ყველას შეუძლია ბრძოლა. არ არის ეგრე? ჩემი ოპერატორი კამერა კი არ უჭერს, იდეებით არის გამოპენტილი და ეხლა უნდა შევაჯიბრო ეგენი ერთმანეთს. ხო. ერთი წამით ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის თამთა მუსიკა გამოვთოთ. რამდენიმე დღეში საოცარი რაღაცა შეჯიბრება ხდება. ეს ბავშვები მიდიან ამ შეჯიბრებაზე. ეს არის ამერიკის ჩემპიონატი, სადაც დიგანველის ჩვენი კლუბიდან 4 აქ არის, ერთი ოგო ცერცვაძე ყავს კიდე, ის სამწუხაროდ დღეს ვერ ჩამოვიდა და ემზადებიან. ძალიან საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, მე ვფიქრობ, რომ Bravo, bravo. დიდ შედეგს აჩვენებს რა, მით უმეტეს იმისა, დიდ ხანს არ ვარჯიშობენ ძიუდოში, მაგრამ 3 წელიწადია სულაც დადიან ეს ბავშვები, ძალიან დიდი შედეგი აქვს. ამ წლების განმავლობაში აშუქებდა და მით უმეტეს ყველაზე ახალი საბა არის მე ჯულაყიძე. ყველაზე გვიან მოვიდა მაშინ და იმდენად ამოქაჩა, რომ ნეიშნალზე მიდის და ვერუდები მისგან ოქროს მედალს. Kansas City-ში. ბიჭებო, ოქროს ბიჭებო, თქვენ დავწერთ ახლა მე ვარ აქ. Vedrem se gre ar utrebe. Ora modi ახლა. აი ერთი ორი გდება უნდა თვითონ გდება უნდა გააკეთოს.
შესვლა. წავიდა. ჯერ ერთი. ჯერ აცალე ქართული. ჩაწყობები არ არის. აი ეხლა თქვენ დაგდებების სულ არ ჭირდება. ეხლა ნახეთ. აი ეს ზოცხე ხედავთ, აი ამაზე დგებით. თქვენც ესე სწორად. ფერს წერთ. ხელს ესე მაძლევ და ვინც ერთი ხელის დაყვრეთ, აი უკვე წაბარბაცდება, წაგებულია. დაგათრა ჯერ. ზოცხე ხედავთ, დაგდებები და ეს თქვენი დაზიანებები მე სულ არ მაწყობს. ეხა მოხერხებულობაში გავოცნებთ. ჭიდაობას რა უნდა ფეხის გამოკრა უნდაო. ნახეთ, წვრილად უნდა ავიყარეთ მე. აბა არა, აი. 1 3 წავიდა, ჭიდაობას უნდა ფეხი. წაგა. სამჯერ. 1 0 სამჯერ. აპლოდისმენტები. ერთი. სად არის სიცილი ტაში? აპლოდისმენტები. მომისმენ. ერთი წამი. რა კაი სახალისოა, ხო კაია. მე კი არ არის, კი არ გაზარალებს ჩვენ. ეხლა მომისმენ კონცენტრირება გავაკეთე. კონცენტრირება 1 ეხლა ნახეთ, აი ამას ზონიდან არ უნდა გადახვიდეთ. წავიდა 1 2 მესამე რაუნდი ბოლო რაუნდი ჯაჯანია შესკენება რა გჭირს 2 ბოლო გადამწყვეტი რაუნდი ხალხი სადახა მესამე მოთამაშე არის მაყურებელი კარტოზია მეტი ჯაჯანია კარტოზია ორივე მეგრე ნიჩია ბოლო გადამწყვეტი წავიდა ჯაჯანია რა ვქნა შენს მოგებული ხარ ლელა გულედანი მოდი ყურადღებით მობილიზება ერთი წამი მაყურებელო და ჩემპიონებო მესამე მოთამაშე იგებს ვინ არის მესამე მოთამაშე მაყურებელი ხო არის აბა მაყურებელი
ახლა ორი ლამაზი გოგო მინდა სცენაზე მოვიხმო. აი, სულ ბოლოში რა ცხეთხართ გოგოებო, მოდით აქ. ბიჭებო, აი ახლა ნახეთ ვინ უნდა დაკატოოთ. ახლა ვისაც ამ გოგოებზე მაგარი კულტი ექნებათ. აი, კულტი ვისაც მაგარი ექნებათ. შენ შოში დაგეკი. დაჭიმე კულტი თამადასთან არ დაჭიმოთლა. მეორე. აპლოდისმენტები. აპლოდისმენტები. არა თუ კეთილდება ბასტა. J'ai fait des choses au retard, si ça fait toujours. Le chant de la nuit, les guitares. Ça connaît rien à regarder, de toute façon je suis bouqué, je suis toute l'année. On s'est vu le temps d'une soirée. აი ახლა ხოცით გემრიელი ვიქნაო ბოლოსო და რაღაცაო. ბატონი ზეზვა მინდა ახლა სცენაზე მოვიხმო. არაფერს არ ვიტყვი, ნინა ბლიც ინტერვიუ თქვენ არ წახვიდეთ აიქ იყავით. ნინა ბლიც ინტერვიუ ბატონ ზეзвასთან. სკამი მოიტანეთ, თქვენ აქ იყავით, ერთი სკამი მომეცით და დანარჩენს თავად მიხვდებით, რატომ ბატონი ზეზვა ბოლოში. აბა პატარა მუსიკალური ფონი. მოგზავნით ბატონის ზეზო აპლოდისმენტები. ბატონო ზეზო, პირველ რიგში რას ფიქრობთ დღევანდელ საღამოზე? რომ შევაჯამოთ, უკვე ხან ბოლოში ვართ. ძალიან ლამაზი საღამო იყო. საღამოარი და გრძელდება ნამდვილად და რა ვიცი, აი მართლა ძალიან მესიამონა, ყველა გახარებულია, ყველა გაყოფილია და ერთადერთი იმით უნდა შემიძლია, რომ ესეთი საღამოები ძალიან ხშირად უნდა განმეორდეს რა. თქვენი თავი წარგვიდგინეთ ახლა და თქვენი როგორც სხვა სპორტსმენებმა. მე ზეზო აბელაშვილი ვარ ყოფილი ძიუდოისტი და ამჟამად მსწრელი. რეგალიები. დავიწყო. დავიწყო. 98 წელი ვარ საქართველოს ნაკრებში. დავიწყოთ ახალ ჭაბუკებიდან, მერე ახალგაზრდები და მერე დიდები. ჭაბუკებში 2 წელი უწევს ჭაბუკებს, კადეტებს როგორც ამერიკაშია. 98-99 წელი ორივე საქართველო, ორივე ოლიმპიადას დასაყენებელი ქალაქი ყველაფერად მოსაგები იყო დიდების მოვიგი 1 წელიწადს და თურქეთში ერთი შეხვედრა 98 წელს მოსკოვში იყო მსოფლიო ოლიმპიადა და ერთ შეხვედრად გადამიწყვეტეს მსხელებმა რა წამოიყვანეს ოლიმპიადაზე წაიყვანეს სხვა ჩემსმა მეორე წელს ჩემთვის პირობა რომ თქვი რომ მეთქი შანსი რეგლა მოსაღარ გავმოწევ და 99 წელს ერთ საქართველო იყო მეორე საქართველო ქალაქი თურქეთი და ყველაფერი მოვიდი რაც საჭირო იყო და ვერაზე ოლიმპიადაც დავაგვიწყდი არა საქართველოს დავასახელე თემოვიცი სულემა და რომ ჩამოვიდნენ ოლიმპიადიდან ზვიადაურმა იყო მეორე ადგილი ბარათაშვილმა მესამე და მომრეჯიშვილმა მესამე ყველაზე დიდი შეცდომა და უსულებაში შეიძლება წამიყვანა და იქ და ოლიმპიადის და წამიყვანა და მართლაც დანიაში იყო ოლიმპიადა ევროპის სახალხო ოლიმპიური თამაშები და თლიანი საქართველოდან ყველა სპორტის სახეობა იყო და მარტო მოვიდა თქვენ აერჩიეთ თქვენი აზრით აი მარცხის გარეშე იმ ყველა მოგებას მოიპოვებდით რაც მე მოიპოვეთ აი რომ დამარცხდით გარკვეულწილად
მე რაღაც უფრო მეტი мотиваცია გქონდეთ, უფრო მეტად იშრომეთ. იმიტომ რომ სპორტი რამდენადაც თან ვისაუბრეთ, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე პირიქით კარგად აისახება, ხშირად პირიქით ეს შეჯიბრებითი მომენტი ყველაზე მაღალი არის სპორტში. აქ შენ თავს არ ეჯიბრები მარტო, ძალიან ბევრი სფეროა, სადაც ესე ხვის პირისპირ არ გაყენებენ, რომ მე ჩემი კოლეგაა. და თქვენი აზრით აი ამ კონკრეტულმა მარცხმა და ამ შეჯიბრის უფრო მეტად გამძაფებამ განაპირობა თუ რა შემდეგ უკვე თქვენი წარმატებები? ნამდვილად ესე იყო, ნამდვილად. არც მანამდე ვაკლებდი თუ შეჯიბს ჭიდაობას და ვარჯიშს, რაც შეიძლებოდა რომ მეტი გავარჯიშა და აი მაგან მართლა мотиваცია მომცა. იმას ავით მახსოვს რომ მოვიდიოდ შეჯიბრიდან თურქეთში ტოტკაშვილი შეჯიბრდა მაგამ მოაცხადა ოლიმპიურ ნაკრებში და მე ვარ მომაცხადა ეს ნაკრებში მთელი გზა ვტიროდი. ოღონდ მართლა ვიზაკი თურქეთიდან სანამ საქართველოსდე ჩამოვედი მეთქი შანსი არ არის მეთქი უნდა ვიჭირავ და აი მართლა დღე და ღამე ვარჩევ. ანუ ჩემპიონები წელია. ეს იყო ამიტია მაგრამ ვიზა ესე იყო და მე დავამტკიცეთ. ეხლა ეს ალკოჰოლის შემდეგ უკვე უბდებით თუ ფიზიოლოგიაზე ამას გვეთყოდით? მაინც გვეთყოდით. მე მაინც მეჭობა, მაგრამ არა ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, პირიქით ძალიან სიძლი, აი ყველა ადამიანი რომელიც ტირის განსაკუთრებით მამაკაცები, ჩემს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიძლიერია და ძლიერების გამოვლინება არის. უბრალოდ ხშირად უჭირთ მამაკაცებს ამის თქმა და მაგიტომ ეს რაღაც გაგეხუმრეთ. ისე არ მიიღოთ. მით უმეტეს სპორტსმენებს ცოტა ისეთი სენსიტიური ეგო აქვს და ამიტომ თქვი. ეს არ იყო შიშის ტირილი, ეს არ იყო ჩემ თავზე ვიყავ დავრაზებული, რომ მეტი შემეძლო და ის თურქეთში შეჯიბრი იყო. პირველად გავედი საერთაშორისო ტურნირზე და ის დაბნეულობა მიიმან, შილოთი წავაგე კაზახთან დამთხილებული. და გდებაც არ გამიშვა და მაგას ხა მთელი წლის მანძილზე თან ეხლა დემომიცით ბიჭებმაც იციან რა საქართველოს ჩემპიონატი რომ მოიგო წონაში იყო 90 კაცი 6-7 შეხვედრა გიწევდა. ხო და ეხლა იმას რომ გაივი აი როგორ გავიარა კოლეჯში ვიცი როგორც პატარა ბავშვები ეს ვიგდი ყველას მაგრამ მოხდა ის რომ დააყენე სხვა და დამჭი ესე რა და უბრალოდ ჩემთვის მეშონები აი შედეგი რაც შემეძლო ის ვერ წარმოაჩინე რაც შესაძლებლობის 50% ვერ ძალიან მაგარი წესებაა. და იმაზე მე შევნერე იმაზე ვთქვი ხა ბავშვი ხარ 15 წლის ბავშვი ხარ და ოლიმპიადაზე ვიდიხარ და ყველა ბავშვის ყველა სპორტსმენის ოცნება რომ ოლიმპიადაზე მოხვდე და უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ყველას ეგონდა რომ მივიდიოდი მე ერთ საქართველოს მეორე საქართველოს ქალაქიდან აი მარტო ისე გავიარე როგორც აი არაფერი რა უბრალოდ просто ეგ მოხდა ის რომ კომარცი შეხვედრა და დავჭი ესე და ჩემთვიზე მე შეხვდა ნერვი მაგრამ ეს მარცხი პირიქით ძალიან დიდი გამარჯვების საწინააღმდეგო იყო. აი ნამდვილად. აი თქვენი აზრით რა თვისებები არის ისეთი, ყველა პროფესიას თავისი სპეციფიკური თვისებები ჭირდება. ეხლა ლევა ჟურნალისტია მაგალითად. ჟურნალისტი, ინტროვერტი შეიძლება არ იყოს ძალიან ისეთი მიზანშეწონილი, ხო ჟურნალისტისთვის ინტროვერტობა უნდა იყოს ადამიანების გარემოცვაში ხშირად და ადამიანებს გრძნობდე. ეგ ყველა პროფესიას თავისი დამახასიათებელი რაღაც ისეთი უნარები სჭირდება, რაც უკვე განაპირობებს გარკვეულწილად წარმატებას ამ პროფესიაში. თქვენი აზრით, აი ყველა ამ ადამიანს, რომელიც ახლა იყო აქ ჩემპიონებს, რა თვისებები გაერთიანებს ერთად? თუნდაც დიალოგები როცა გაქვთ ერთმანეთში მეგობრებში, რითი იჯაჭვებით და თქვენი აზრით არის თუ არა რაღაც ისეთი, რომ ხედავთ, რომ აი ეს ერთი თვისება არის ფუნდამენტალური თვისება, რითიდაც ადამიანი არ ნებდება, რითიდაც ადამიანი მარცხს არ ეგუება. თუნდაც ეხლა თქვენ რაც ასახეთ თვითკრიტიკა, ხო ძალიან ბევრი შეიძლება თავისი თავი კი არ გაეკრიტიკებინა, სხვა დაედანაშაულებინა, მაგრამ თქვენ თაზე მუშაობით პირიქით უფრო მეტად გაიზარდეთ და სხვა რო დაგედანაშაულებინათ, ალბათ თქვენ ისე იგივე იმაზე დარჩებოდით, როგორ აქვს თამასაზე. რა თვისება არის ეს თუ გაფიქრდებათ? და თუ კიდევ ვინმე სხვა საფიქრდება აუდიტორიაში რამე ისეთი open mic-ი რო გავაკეთოთ, მეგონი საინტერესო იქნება. იბატონო, მაგაზე გაგცემთ გადამჭრელ პასუხს. ეს სპორტსმენების ყველას და ჩვენი არის ერთადერთი მთავარი მიზანი. უნდა გქონდეს ადამიანს ოცნება. ჩვენი ოცნება იყო, აი ბიჭები არიან, სპორტსმენები არიან, ყველა მის რო აი წეგანაც მისხედით და ლაპარაკობთ ყველა და
თვითონ ჰაბიბმა თქვა ნურმაგომედოვმა რომ მე ძიუდოში რო ოლიმპიური ჩემპიონი გამხდარიყავიო ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი იქნებოდაო ვიდრე რაც მე გავაკეთე დღესო რა და აი ბექაურზე მითხრეს და უთხრა რომ ბექაურმა უფრო მეტი დააკეთა ვიდრე მეო და ნამდვილად ესე ყველა მოჭიდაოს ყველას მოწმენდა თავარი მიზანი დაიყოს რომ კარგად ოლიმპიური ჩემპიონი ეგ არის რაღაც პიკი იმისი კი თუ კი აღარაფერი გადაცემდა როცა ადამიანი გაიგეს ეdaemata ზვიადაურს ეს დაემატა ცირეკიძეს ეს და ჩვენ სპორტსმენებს აი ხაბითაც მე ერთად გავიზარდე ბავშვობიდან მთელი ბავშვობა ერთად გავიზარდე ახლა ოლიმპიური ჩემპიონი მიაღწიეს და რაღაცა ის მიზანი ის მისწრაფება ის რაღაც დაკარგეს და ბექაურთანაც კონდა ის ბიჯეჯია მე რა ხდება რომ მიაღწევა ამას აი ბალანსი უნდა შეინარჩუნო და უნდა გახდე ხა ბექაურთან და ორჯერ ოლიმპიური ჩემპიონი ეს რაღაცა კატოს ისტორიაში არ უნდა გავუკეთო ეგა მაგა თქვა სწორედ 4 წელი უნდა გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი და ყველანაირი რეკორდი მოხსნოდა ოცნება კარგი მიზანი და ის რომ რაც თქვა ადამიანმა თავის თქო შეასრულოს და ყველაფერს უნდა მიაღწიოს ადამიანმა რომ ეს თავის თქო ბრავო თქვენ აი როგორ აღწერთ მე მგონი არც ეს სპორტსმენისთვის არ მიკითხია ეს იმიტომ რომ აი დარწმუნებული ვარ თქვენ შეჯიბრის დროს გექნებოდათ ისეთი შემთხვევა რომ უპირისპირდებით ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებს რომელიც შეიძლება ბევრად დიდი ქვეყანა რომელიც ბევრად პოპულარულია მათი კულტურა შეიძლება მათ უფრო მეტადაც უბალეში იქონ იმ მომენტში აუდიტორიაში უფრო ხმამაღალი ოვაციები გამოეწვიოთ რომ ჩვენზე ბევრად მეტნიერიან ფიზიკურად ხო როგორი შექმნება როცა ესეთი პატარა ქვეყნის წარმომადგენელი ხარ საქართველოსი რომელიც პოპულაციით რა ვიცი სულ რაღაც რამოდენიმე მილიონი ვართ როგორი შექმნება და ჩემს პირველ საპასუხისმგებლოც იქნება მაგრამ აი მაინც როგორ გრძნობთ ხოლმე თავს როცა თქვენი ოპონენტი შეიძლება ყოფილიყო აი ძალიან დიდი ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი როცა თქვენ ხართ რაღაც პატარა რაღაც არა უბრალოდ ჩვენთვის ეს პატარა საქართველოს მართლა ყველაფერია მაგრამ მაინც როგორი შეგრძნება? შეგრძნება არის ერთი, უბრალოდ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ხო და მით უმეტეს ამ ძალისხმიერ სპორტში საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ყოველთვის. და ეს ეხება ყოველთვის და აღარ დამეთანხმება მაგაში, რომ ჩვენ კი არ გვეშინია იმათ ეშინია ჩვენ, იმიტომ ჩვენ ვართ ქართველები. აი მე პირადად მინდა გითხრათ, აი ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში ლევას ძალიან დიდი მადლობა. ესეთი ფორმატით არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა და აი მართლა YouTube-ზე ვთავ ხოლმე სპიკერებს, რომ ვუყურო აი ადამიანებს, რომელსაც ძალიან დიდი რაღაცას მიაღწიეს, რაღაც ისეთი მიღწევები აქვს და მე დღეს უკვე არ ვიცი რამდენი პლიც ინტერვიუ გავაკეთე და აი მართლა ძალიან მადლობა ყველას, განსაკუთრებით ლევას, მე რო უკვე თქვენ მადლობა ყველას ვინც ამ ფორმატში მონაწილეობა მიიღეთ, რომ მე პირადად არ ვიცი, არც სკრიპტი მაქვს დაწერილი, არაფერი დაწერილი, უბრალოდ რაც მაინტერესებდა ყოველთვის, სპორტში ალბათ აი ყველაზე ნაკლებად ვერკვევი ისეთი ადამიანი ვარ, მაგრამ ძალიან დიდი რამეა სპორტში ჩადებული, სპორტში მთელი ცხოვრება და მთელი ფილოსოფიაა ჩადებული და ეხლა თუ სამწუხარო დომები ისევ გვაქვს და ისევ ვართ ამ რეალობის წინაშე, მაგრამ ნაკლებად ვიდრე იყო საუკუნეების წინ და მაინც საბრძოლო ხელოვნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ძალიან ბევრი ნაწილისთვის, როგორც არის ეხლა მაგათაც ბიჭები, აი ეხლა მართლა არ ვიცი ეხლა მეც ქალბატონი ვარ და აი კაცმა რო ჩხუბი არის, ეს არის მაღაზიის რა ვიცი რა უნდა იყოს. ხო, აი გოგო ვარ და რო დამჭირდეს მე ვიჩხუბებ, მათ სკოლაში ვჩხუბობ. აი თქვენ მართლა გიცი ისეთ ვაჟკაცებს, ვისი იმედიც ექნება დედასაც, მე მომავალ მეუღლეებსაც, შეყვარებულებსაც, უფროსი ძმებიც, მინებიც ხართ, არ ვიცი, უმცროსი დები თუ ყავდეთ, ან შეიძლება უმცროსი ძმები ხართ. აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ხელოვნებას გარდა იმისა, რომ ვიღებდეთ დიპლომს რა ვიყო, თქვენთან დიპლომები არ არის, მედლებს და ჯილდოს. აი მართლა ყველას უდიდესი მადლობა ესეთი ძალიან კარგი მომენტისთვის ჩემს ცხოვრებაში და ესეთი ლამაზი გამოცდილებისთვის და მადლობა ყველას ესეთი სიტყვის მე დღეს ამ დარბაზიდან გავდივარ ბევრად უფრო მოტივირებული ადამიანი ვიდრე ვიყავი რომ შემოვედი და არ ვიცი ყველას თქვენგან გასაუბრება ერთი წიგნის საკითხვის თაობასი იყო და მადლობა თქვენ და მადლობა ლევას ამ საღამოს ორგანიზატორს
და არ ვიცი, ლელა არის მართლა საოცარი ადამიანი და ძალიან მიყვარხარია და მადლობა უღრმესი. საღამოს ორგანიზატორები ვართ. მე, შენ, კატო, სულ ყველანი აქ ვინც მოხვდა, ესენი ვართ საღამოს ორგანიზატორები კი არა ყველაფერი. არ უნდა დავიშალოთ რა. აი ესე აკინძული მძივებებით ვიყოთ და ბატონი ზესვა ებოლათ იცნობენ. ეს არის მისი ბრაიტონზე ხო გადმოვიდა. ეხლა ახსნის უკვე გახსნა დიდი სკოლა და ერთ პატარა დეტალით დავასრულებ თქვენს ასე ვთქვათ დიდ სიყვარულს ასე დავასრულებ. სანამ გარდაიცვლებოდა ნიკო გომელაური ერთი კვირით ადრე იყო ჩემთან გადაცემაში. მას იცნობდით ყველანი როგორც მას იცნობდით ყველანი როგორც მსახიობს და როგორც პოეტს. მაგრამ არავინ არ იცოდა რომ ნიკო გომელაური იყო მოკრიბე და საქართველოს ჩემპიონი, იცოდით? ეს გადაცემა დევს ინტერნეტში ნიკო გომელაური რეალტური ლელა ნინოსთან. სადაც ის ამბობს რომ ის იყო ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და რატო დაანებე მეთქი და იმიტომ დავანებეო რომ ბავშვობაში ისე მივდიოდი სახთან ახლოს იყო რაღაცა სკოლა და ვძვრებოდი ხობებზე და ხედავდიო რომ იქ ვარჯიშობდნენ და დავიწყეო ჩემ ძმასთან ერთად სიარულიო და მე მდეს მივახციო რომ საქართველოს ჩემპიონი გავხდიო და მე რა მოხდა მეთქი რატომ იანებე და აი დარტყმის დროსო წავაქციო და აქცეულსო დავარტყი და აი ამ დეტალში არის მთელი ჩვენი კაცის ადამიანის კაცობრიობის ფილოსოფოსობა რა და რისთვისაც გავჩნდით რომ მე არ მქონდა უფლება წაქცეულს დავარტყი და მივატოვე კრებიო რა. აი აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. სპორტი არის კაცობის ადამიანობის აკადემია. აქ დგანან ადამიანები, რომლებმაც შექმნეს საკუთარი აკადემია და გეცვიხრი თქვენს წინაშე და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ბატონო თამადა, მე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები, ამათი ოჯახები, ამათი მშობლები ჩემთვის არიან გმირები. მე ვარ ორი ბიჭის დედა, სუფთად და პატიოსნად აღზარდა და დიდება უფალს, მაგრამ ჩემზე მეტი მშობლები იმით ხართ თქვენ, რომ შეძელით, რომ საქართველოს სახელით ქართული ჰიმნი, ვითაც დავიწყეთ დღევანდელი საღამო და დროშა აფრიალებ ბევრჯერ. მე ვფიქრობ, რომ სიცოცხლე ამათ ღირდა, რომ სიცოცხლეში რომ თქვენთან ხელი ჩამომერთმია, ეს საღამო ჩემი მეგობრების დახმარებით და ჩემი საამაყო და ჩემზე მეტად ღირებული საღამოები რო გაუკეთებიათ და გააკეთებენ, მაგრამ მე რაც შემეძლო ის გავაკეთებ. ლეონტი პროველმა რქებაი დიდებაი წერა ბოლოსზე და ამთავრა. დაკლებულისათვის შემიძლია. მეტი არ შემეძლო და დაკლებულისათვის მეც დავესწრები, დავკადნებოდი და შემიძლია. მაგრამ ჩემი მეგობრები მიამაყებენ ისინი გვერდში დამიდგნენ თავიანთი ძვირფასი დრო მაჩუქეს. მადლობა art house ამ არაჩვეულებრივ მობრძანით ბატონო გრინ და რა თქმა უნდა ის არის ამ ღონისძიების ასე ვთქვათ თავარი გენერალი და მოდით მას დაუთმოთ ბოლო პასტრეტულ სიტყვა. დიდი მადლობა რომ მოგზავნით და აირჩიეთ ეს ადგილი, ეს გარემო. ძალიან მიხარია რომ ესეთი ცნობილი და სახელოვანი ხალხი მოგზავნით ჩემს რესტორანში. მადლობთ და წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს. თქვენთვის გზადანელოს სამშობლოში ბედნიერად ყოფნა ჩასულიყავით. ეს არის ყველა ჩვენთაგანის ოცნება, ესეთ მოვდიოდით. მეც დიდი ხნის ჩამოსული ვარ. ყოველ წელს მივდივარ და ვერ მივდივარ.
და ასევე ორი სპორტსმენი დგას ჩვენთან, მოგწადით ის, ვინც გააგრძელებს და გიორგი და ლევანი. მოგწადით, არავინ არ დამრჩეს. გაბატონებო, თქვენც მოგწადით, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ დღეს აქ და თქვენი მოსაზრება გათიან მოგწადეთ ბოლოს. შენი აზრი. მოგწადით, გაბატონებო, ყველანი მოგწადით. რეგიმე შენი ესე იგი ეს ვიჭერი არის ჩემი მოსწავლეები ეს ვიჭერი არის ჩემი მოსწავლეები მე 90 წელს მოწვედი სახში საქართველოს სასწავლო და უნიმა და დარჩებიან ლევანი და გიო სკოლაში რომლებმაც უნდა ჩაიბარონ ის ჩემი ბავშვები რომლებმაც უნდა გააგრძელონ ლევანი თქო თავისი წარმატება და გიო თქო თავისი წარმატება რა გაუკეთებიათ სპორტში თავის ხორბის განცდა გამარჯობათ მოგესალმებით კიდევ ერთხელ 3 წლის წინ ჩამოვედი ამერიკაში ჯიუ-ჯიტსუს გაგებაში ავიყავი ასე რომ ვთქვათ და რა ვიცი ვაჟამოსწავლეებთან რაც მივედი პირველი დღე რომ მივედი რა მეორე დღეს მიზარებოდა მისვლა იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დამახჩეს 12 წელი ვარ შევდე ძიუდოზე მაგრამ ეს საერთოდ სხვა რაღაც ყოფილა რა ეს ხელოვნება ყოფილა მიუხედავად იმის რომ ჭიდაობა ბევრს გონია რომ ანუ ახლოს არის ჯიუ-ჯიტსუ და პარტელი ძიუდოს პარტელი იმასე არ ყოფილა რა იმიტომ რომ ძიუდოს პარტელი მეც ვიცოდი რაღაც დონეზე მაგრამ ჯიუ-ჯიტსუ ვაფშე სხვა რაღაც ყოფილა და 3 წელში ვაჟამოსწავლეებმა იმდენი მასწავლა რომ დაახლოებით 2.5 წინ 3 თვის წელს უბრალოდ გამახსოვს შავ კამერებში ვიჭიდავე ბოლო ტურნირი და ის ტურნირი მოვიდი ვაჟამოსწავლეების დამსახურებული დარჩენილი ამჯერად მე ვარ გიორგი ბევრს ვერაფერს ჩემზე მადლობელი ვარ ვაჟამოსწავლეების და ლევანის რომ ამ საქმის გაგრძელება ჭიდაობის გაგრძელება კიდე შემეძლია და აი აქ საქართველოსთან ძალიან შორს ვარ და კიდე შემეძლია ეს საქმე გავაგრძელოთ ეს საქმე გავაკეთოთ და საქართველოს გამოვიდანოთ ჩვენი საზღვრების გარეთ და ვასახელოთ. მადლობა ყველას. მივიდა რომ Shame
შენი მიხურა მოხურა ამ გულსეფერება როგორ მათრო შენი სურნელება მოდი ვიცებოდ ერთად კარგად გაშალე ხელი ტანზე გავაყრია ლეჩლელი შენი მიხურა მოხურა ამ გულსეფერება როგორ მათრო შენი სურნელება Yeah.
იმაიბლი ყველას ავსებდა მარტო ჩემი საქართველო დასვენა Oh, this level's gonna be easy. I can definitely. ეს არის აჯაფსანდალის ზედარუმასვი.